საღამო მშვიდობისა დადგა ინფორმატორის მეოთხე გამოშვების დრო ლაილაისთან ერთად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გავიგებთ თუ რითი იყო საინტერესო გასული კვირა ქართული და უცხოური შოუ ბიზნესისათვის. ამ კვირაში პირველი სტერეოს და მაესტრო სტუდიაში დაიწყო ჩაწერები ახალი პროექტისა სახელწოდებით ნატრა. შეიძლება ითქვას ერთადერთი ქართული სრულიად მუსიკალური არხი, მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკალური ტელევიზიების მსგავსად საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და მონაცემები. კონკურსის იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ გამოვლინდეს ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლისთვისაც იქნება მთავარი პრიზი მდგომარეობს შემდეგში. გადაღებული იქნება კლიპი, ანუ ამ ახალგაზრდაზე მუშაობს მთელი ჯგუფი, დაწყებული ესე იგი იმიჯ მეიკერიდან, დამთავრებული კომპოზიტორით, რეჟისორით, შეიქმნება მისთვის ორიგინალური სიმღერა, გადაღებული იქნება და შემდეგ მოხდება მისი პოპულარიზაცია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთ ახალგაზრდას გავუკეთოთ ესეთი მომსახურება. შეგროვდა 230 მომღერალი, ცოტა მეტი. მეორე ტურში გავა მხოლოდ 10 მომღერალი, ისინი იმღერებენ უკვე მსოფლიო ესტრადის რომელიმე ჰიტს მინუს ფონოგრამაზე და ამათიდან აერჩევა უკვე ერთი. ალბათ გაგრძელდება აპრილიდან მაისის შუა რიცხვებამდე პირველი ეტაპი, შემდეგ ჩვენ გვექნება დაახლოებით ორკვირიანი ტაიმაუტი, რომ გამოავლინოთ 10 მომღერალი და მათთვის გადავიღოთ უკვე ოდნავ უფრო სერიოზული მუსიკალური ნომერი ვიდრე პირველ ეტაპზე და მეორე ეტაპით დაიწყება უკვე ალბათ მაისის ბოლოს. პირველიდან 10 სექტემბრამდე უკვე მზად იქნება ფინალისტის კლიპი და სექტემბრიდან დაიწყება უკვე ამ მომღერლის პოპულარიზაცია სხვადასხვა არხებით და რადიო არხებით და ტელეარხებით. ჯგუფის თეისი ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომლის სტილიც მათი რეპერტუარისაგან საკმაოდ განსხვავებულია, მაგრამ სიმღერა მათ მეგობარმა დაუწერა და შესრულებაც თხოვა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სტუდია ბლიქში, ეს არის ბატონი ირაკლი ყარელაშვილის სტუდია. მუშაობთ სიმღერაზე, რომელსაც პატარა ესეთი ისტორია აქვს. ჩვენმა მეგობარმა ირაკლი მაზიაშვილმა გითხრა, რომ ძალიან გთხოვთო სიყვარულის და გამო სიმღერა დავწერეო და იქნებ იმღეროთა და არანჟირება ეკუთვნის ჩვენს მეგობარს ბორიაშხიანს, ისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით და ცოცხალი გიტარებია თვითონ სიმღერაში დაუკრა მამჩარმა მანჯავიძემ. თვითონ სიმღერა განსხვავდება იმ სხვა კომპოზიციებისგან, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, ჩვენ უფრო დენს მუსიკას ვქნით. ჩვენთვის არც ისე საყვარელი ჟანრია ეს, მაგრამ თვითონ სიმღერა იმდანად ლამაზი და კარგია, რომ ჩემი აზრით მოეწონება ყველას. ამ კვირაში ქართულ ვიდეო ბაზარს კიდევ ერთი ვიდეო შეემატა. ეს არის ბაკურ ბურდულის კლიპი ფეთქავს. ძალიან მაგარია ბაკურ გილოცავ, ძალიან მაგარია. გვერდზე მეჭდა და სუმთელი გზა ვეუბნებოდი, რომ ძალიან მაგარია თქო და არ ვიცი რა ვთქვა მეტი. მაგარია.
ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მიხარია და ძალიან კარგი იქნებოდა აი ესეთი მუსიკა, აი ესეთი მიმართულება, რაღაც ყველას რო თავისი გააჩნდეს, როგორც ბაკურის გააჩნია. თავისი ვიდეო ვერსიებით რა. რაღაც სინქრონულად ფიქრობდით და ვაზროვნებდით და ალბათ ამან განაპირობა, რომ რაღაცა გამოვიდა, ის რაც საფიქრებული ქონდა, ის გავაკეთეთ. ნამდვილად არ მოველოდი ესეთ რეაქციას. ცოტათი კი მეგონა, რომ კარგი იყო, მაგრამ ხალხის თვალებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მე მგონი კიდე ცოტა უფრო უკეთესი გამოვიდა. საერთოდ კლიპით ვარ კმაყოფილი და იქ მე რაღაც ერთი წამი ვარ. არც ვიცოდი თუ ვიყავი კლიპში ნორმალურად. კი, ნორმალური კლიპია, კარგი. იტალიის მოდის აკადემიის 20 წლისთავის აღსანიშნავად ფლორენციაში 23 აპრილს გრანდიოზული ჩვენება მოეწყობა და მასში ქართველი მოდელებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამისათვის გოგონებმა სასტუმრო მერიოტში კასტინგი გაიარეს და მათ შერჩევაში თავად იტალიის მოდის აკადემიის პრეზიდენტიც მონაწილეობდა. We have contact and programs with we have partnership in all the world in every country. And this is the first step in Georgia. ეს პირველი ნაბიჯია, რომ საქართველოს როგორც პარტნიორი ქვეყანა გავიხადეთ. საკმაოდ დიდი ღონისძიება, იმიტომ რომ 20 წლის თავი 20 წელი რაც არსებობს და მთელ მსოფლიოში აქვს თითქმის უკვე ფილიალები. და მთელი მსოფლიოდან ჩამოდის დიზაინერები და თან ამ სკოლის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან და საკმაოდ დიდ ღონისძიებას აპირებენ. ვაპირებთ სამოდელო სააგენტოების ასოციაციის ჩამოყალიბებას, მე და ქალბატონი ნატა. და პრინციპში პატარა ქვეყანა, ბაზარიც პატარაა და მე მგონი აუცილებელია რომ სააგენტოებიც ცოტა იყოს. დღეიდან უკვე კარი ღია ყოველსათვის. ეს იყო ესე ვთქვათ პირველი ერთობლივი ესეთი სერიოზული კასტინგი, რომელიც აი პირველი ესე ვთქვათ ამ ასოციაციამ გააკეთა. თეატრალურ სარდაფში პრემიერა შედგა ლელა ჭინჭარაულის სპექტაკლისა ფანჯარა. პიესის ავტორია ახალგაზრდა დრამატურგი სანდრო კაკულია. ერთმოქმედებიანი კომედია ქართულ თანამედროვეობაზეა აგებული. თუ არა რა საშიშროების წინაშე დგეხართ? მაშინ გაგეთქვით. ეს რასაც თქვენ წუწნით. არის ადამიანური, იმუნური და ინტერნაციონალური ადმინისტრაციული და გონებრივი დაქვეითების საშუალება. აი ამ საზღვრობამ შეიძლება აი ამ ზომამდეც მიგიგო. Шесть, Тимур! Ну, скажи, черт возьми! Что? Там лицо! Ну, давай, парень. Да, все-таки я заслужила. Моя жара заставила тебя это говорить. Ага. Ты должен мне взаимный подарок. Да. იყვარხარ. იდე კაი შენ მაინც გიყვარო. შენ? რამე? შენ არ გიყვარო? არა ხო გითხარი, მე სხვა მიყვარს. ვი? ნინო? ნინო. ის ბანძი? მიყვარხარ, არ მიყვარხარ და ვერთან მომიდგენია, სკამი როგორ უნდა მიყვართე? მე სკამი არა ვარ, მე და შენ თვითონაც არის ვინახარ და საერთოდ უკვე თავის მომაყე. მე მგონი რომ გამელაშქრა აი ამ ბანძი ნარკოტიკების წინააღმდეგ. ეს 2 წლის წინაც ხდებოდა, ეხა ხო წაიღო და წაიღო წამალმა იაშკამებს ხოლმე ძალიან ხშირად რომ აი ეს $5 ვერ იყიდი ბედნიერებას რა. ვერ იყიდი ბედნიერებას. არ არის საჭირო რომ თქვა რაღაცა ხელოვნურად მიიღო რომ სადღაც გახვიდე რა. სანდრომ როცა ეს პიესა მომტანა 16 წლის იყო, ეხა 19 გახდა.
მანამდე ვფიქრობდით, შეიცვალა პიესაში რაღაცები და ერთი თვენახევარი იქნება, რაც დავიწყეთ და დავამთავრეთ. ყველაფერი რაც ხდება, რა თქმა უნდა, ძირითადად გავაკეთეთ ბოლო 2 ღამეა რა, რეპეტიციები არ ჩასმა უკვე და უფრო და უფრო კარგი რო გახდება, მაგაში ეჭვი არ მიპარება, ასე რომ ვიცი რომ დიდი სიამოვნება კიდევ წინა გვაქვს. ლევან აბულაძემ, რომელიც აქამდე ოპერატორული სამუშაოებით იყო ცნობილი, რეჟისურად სცადა და ვიდეოკლიპი გადაუღო ნეკასების კვერაძეს, რომლის პრემიერაც ამ კვირას შედგა. ძალიან მიჭირს ხოლმე ისეთი ობიექტური ვიყო საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ ის რაც ჩავიფიქრე და რაც მინდოდა რომ გამოსულიყო, ნამდვილად რა ვიცი, მივიღე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ყოველთვის ვთვლიდი რომ ლევან აბულაძეს რაღაცა განსხვავებული ხედვა ჰქონდა. თავისი ოპერატორული ნამუშევრებიდან გამომდინარეც ჩანდა ეს ყოველთვის და თან ჩვენ ძალიან ბევრი წლების ურთიერთობა გვაკავშირებს, მეგობრობთ და პირველი მუსიკალური ნომრები, სანამ კლიპები ესე შემოიჭრებოდა ქართულ შოუ ბიზნესში, ლევანი მიღებდა ხოლმე ყოველთვის და აქედან გამომდინარე სერიოზული ჩემი პირველი კლიპი სწორედ ლევანის მივანდე. რეჟისორი გოგი თოდაძე თავისუფალ თეატრში ახალ სპექტაკლზე მუშაობს. ეს არის კომედია ქვრივთან უგეშის მცემელი. რამას შენ ხო აქ დაგაწვინეს არა დაძინებაზე არა ან უნდა მიატრიალო და მაშინ იმ სცენის შემდეგ არის ხო ჯოზეპე მაროტას პიესა ქვრივთან უგეშის მცემელი მე მგონი ძალიან დიდი ხანი ესეც საინტერესო ესეთი მხიარული კომედია არ გაკეთებულა ძალიან საინტერესო მსახიობებით არის ეს სპექტაკლი წარმოდგენილი გაუშვი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობ ის შემთხვევა, როდესაც აბსოლუტურად ყველა პერსონაჟი არის საინტერესო სათამაშოდ მსახიობებისათვის და მე მიხარია რომ არაჩვეულებრივი ესეთი მსახიობების ბირთვი შეიკრა და ძალიან კარგია, კარგი რეჟისორი, კარგი არტისტები, კარგი მუსიკა, კარგი ქორეოგრაფია, კარგი დეკორაცია, მეტი რა არ უნდა ვითამაშოთ, რა მეტი რა გზა გვაქვს. სიუჟეტურად ცოტა ძნელია ამის მოყოლა და ალბათ არც ღირს მოყოლა, მაგრამ თავისთავად ის რომ პიესას ქვია ქვრივთან უგეშის მცემელი, ანუ კაცი რომელიც ნუგეშს აძლევს ქვრივებს. ერთი კაცია, 4 ქალი და დანარჩენი ალბათ მაყურებელმა ჯობია ნახოს. ესე რომ იყოს ისე დამთავრდა ეს პატარა ისა მონახაზი. პრემიერა გვექნება 10-11 მარტს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.